ჩატარდა თუ არა მარტო ზვიაც ამ სალაგზელოში. ვიცოდი რომ რა ჩატარდა, უნდა ჩატარულიყო ამ სალაგზელოში მერაბის, გამეფე ისინი გამოყოფილნი არიან. ახლა მე ვფიქრობდი, სალაგზელო. ირადა ცალკე ზვიაც ვერ გამოყოფ, იმიტომ რომ სადაც ზვიაზე ითქვის, იქ მერაბზე უნდა ითქვას, სადაც მერაბზე ითქვის, იქ ზვიაზე უნდა ითქვას, იმიტომ რომ მისაღებმა აღნიშნეთ, რომ თუ რამდენი წლის გავხდი, ხო? ამ სადახმის წინ. თითქმის 40 წელია. ამ ხალხს უყურებ და უყურებ ყოველთვის ერთად. ხედავ ყოველთვის ერთად. ასე იგი მე მიჭირს, აი ძალიან მიჭირს, რომ აი ისინი სალაგზელოშიც კი დავაცილო და პერსონალურად შევცვა მათ სალაგზელოში. ნუ აი ქართულის უფრო თავისას მოითხოვს მისი წესი. ნუ შეგეცდები. აღიმაგრებს ეგზემენი დავი, ჯამთველი დავი, შენი ცოლშვილი, ყველა უგეთილისურვილი, ყველა ახული. მე ერთ დავუმატებდი უფალი თამადის ნათქვამს. ზვიადმა და მერაბმა ხალხი გამოაღვიძელა. სწორად გაიგული თუ ვიქნები, მე ერთ რამეს ვიტყვი, შეიძლება ტაშტი გადმოვარდეს და ხალხი გააღვიძოს. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ გამოღვიძება კი არ იყო. საქმე იმაშია, რომ აი გზაც, კონკრეტული გზაც დასახეს და აი იმ გზით მივყევარ. ეგზელი ყავი. გამარჯვებული რეგიონალისტი. ეს გამიყარება რომ ეგ სიმხარე რასაც მეგობრობა ქვია, რაც ასომიდან, დამეგობრებიდან ეგ უნდა გწოვდებოდეს. უკანასკნელი თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობა მინდა. ამერად არც მოხდება ეს, იმიტომ რომ მეგობრობა რომ დაიღოს, უკვე აი დამოუკიდებლობაში ერთად როგორ ჩვენი ხედი რო უყურებ. მას უნდა უძოდეს ძლიერი მეგობრობა. ეს ისეთ მახალხო უნდა გააკეთოს, ეს საქმე. ამერიც სუფთა იქნება წმინდა მეგობრობაში სიყვარულშიც და ეცერა თავდადებული ერთმანეთის თავდადებული ასწავლი. გადავაგეთ, აგიმართებს. მე მგონია აჩამომართულსა სხვა რა ფილმი ძალიან ეხარია, რომ ეს დიდი ხნის ასწავლები ვარ. მე თურმე თვალი ამეხილა, ახლა მე ჩემი ცხოვრება სულ რაღაც სხვანაირი ცხოვრება იყო. მე ხელოვანი კაცი ვარ და ნუ ვიტყვი ახლა ამას, რომ აზრი არ ვიყავი. ესე იგი რა იხდებოდა ამ ეროვნულ ამბავში და ვიცოდი მათოს სიმღერა და ეს სიმღერა ვიცოდი რომ ყველა შეგდებოდა. ეს დავჭირდებოდა. შევჭირებდა. მაგრამ ესე იგი ამ 10 წლის უკან ბატონო მერაბ და ბატონო მეგობრებო, რაც გაგრაში ცხოვრობდი, კაცი გებიცანი ისეთი, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ იმ დღესაც ბატონო მერაბს უთხარი მეთქი ასე არ გადიზიწყდა და აი არ გადის ამადობით გაბიცანი ბატონის ვიარი. ძალიან მოხარული ვარ რომ ამოს ადამიანი იყო და სატრაბახოთ მაგდა. მე მგონია სატრაბახოც არის, კიდევ რომ თქვენი სანახავს რო იცნობს რაცი. თუ რამე გევიდე, კიდევ რომ აი ამ ჩვენი მიწათმის სიყვარული მე ყოველთვის მქონდა, მაგრამ აი ამ მოდროობის ეროვნულობა თუ რამე გევიდე, დაგვიდა და გევიდე აი ბატონის ვიარიდან და მე დიდი მადლობა ვიმეორებ. მეთვის ეს ადამიანი რომელსაც ყოველთვის გადაყოფდა ჯანმრთელობა ის პერიოდში შემ დაიყო მანანათი ის მერე წარმატებას ბევრჯერ ესე რაღაც რო დაჭირდებოდა ბატონ არ გაიდა ბატონს ვიარდის ესადაც იგი ძალიან მანანათს უცხარდა და მივიდოდი ბატონი კონსტანტინეს აი გასასვლელებს ახსოვდა ხოლმე იგდა აი ასეთი რა და მინდა რომ სულ გადაყოფდა და ჯანმრთელობა იყოს თქვენთან ჯერმოზე რაც გადაიტანეთ აი ამ ქართველი ერისთვის, აი ამ ჩვენი მიწისთვის, რაც გადაიტანეთ ის
ყველაფერი აგენაზღაურებიოთ იმით, რომ თავისუფალი რო იქნება თქვენი წინამძღვრობით ეს ჩვენი საქართველო და იცოცხლე და იბედნიერებს და ბატონ კონსტანტინოსთან ვიყავი 25 წლის წინ თუ ის გაიხსენა და რომელ ენაზე ვისაუბროთ რაღაცები მითხრა ბატონმა კონსტანტინო რომელ ენაზე გდება ხო ფრანგულად ინგლისურად გერმანულად ესა მე ვთქვი რომ რაღაც ისეთი ედა გამოგზავნოთ სადახევრად სომხური სადახევრად ქართული რომ ესე იგი სხვა ენებზე რო არ ვისაუბროთ და ძალიან დიდი სიყვარული მოიგორო და ესა რომლებიც იმიტომ რომ შეიძლება იბად შემилцული ხელით კაცმა რო აიღოს ბატონ ზვიაც აღინიშნა კიდევ რომ ეყოფოდა რომ შეეძლო მაგას რამდენიმე წელი ეცხოვრა და ეთარგმნა და სხვათა შორის იმასთან აგერ ბატონმა აბესალმა კარგად აღნიშნა რომ კანდიდატი ზვიადი და ესა და ვითომ ამაზეც თამაშობდა პატიაშვილის პრესა ასე კანდიდატი ბატონ ზვიადი გამსახურდა წიგს რომელიც ვერხისყავსანი ინგლისურ ენაზე წიგს რომელიც წაიკითხავს ერთი და ის სკოლიო რო არის ეს უკვე სადოქტოროა მარტო იმაზე იმ ლიტერატურაზე რაც ესე იგი რაზეც იმუშავა კაცმა ნუ გარდა იმისა მე ცხენვალი თარგმანები ვიცი ბატონის ზვიადის ესე იგი ინგლისურ პოეზიიდან რომელიც მე ყოველთვის ჩემს ესე იგი სამაგიდო წიგნად მიმაჩნია და მისი ესე იგი პროზა იქნება თუ შოზე იქნება სენტერზე სტატიები და ისე მე თქვა ესე იგი აი ზოგიერთი ბატონო მე კაცი და ბიძა ამბები წიდება იზახდა შესაძლოა და პედაგოგები დაიწყო დაიხოსტო ვირებში შეგვეღადაო ეთქვა ისეთ სიტუაციაში ვარ და ზოგიერთი არც და გავიკვირდეს მაგრამ არის ადამიანები ვისაც ესე იგი ბატონის ზვიადის სიტყვის წმენის სიყვარულის სამცა ეს არის თავი ღმერთთან მოგვიშალოს ის დიდი ისა და ის დიდი სიყვარული ის დიდი ისა როცა როგორ ესე იგი ერლიას ყველა ვიზიტი რომ გამდენ ასწავლო მომიშული ჩვენი ერის ბატონი მერა როგორც ბატონმა ვეჟამწანა მინდა რომ თქვენი კარგად ყოფნა რომ ჩვენი ერის წინამძღოლი ასე და რომ თქვა რა თქვენი იბედნიერი და სულ ხარეს მალე გონახოთ თქვენი და დამაგდებული სულ კარგად აბეჯო შეხოლა თუ თქვენი დავდივარ თქვენი გამახოთ თქვენ კარგად ხართ ჩვენც კარგად ვართ და ერი კარგად არის და თქვენ ცუდად ხართ ჩვენც ცუდად ვართ ეთურამე გაგოჩნია მიგახსნა ეთურამე მადლებს ძალას საქართველოს ეგზემპლარი და საქართველოს მოდისი გოცრო ეთურამე მადლებს ძალას პრინცტონ ადამიანების სიყვარული და ხო ისა გიტარა დადი შენ ციგით ხო ესე გახსნა მე გავთავაზე თვითადა მარგალიური
რა კომუნისტური სიმღერა დაიმღერეს. ეს ეგრე გამიგონა, კომუნიკაცია ჩაღლა. კედევიდე ცოტა ნეგრუზო. მარგალურ მოგან კიბირი, მარგალურ აიჭდა ოკერეშე. ამისად ფილსუბრაზი აღო თარგმნა ფასაციაში. აღარ ფასაციაში. თარი საწინააღმდეგო ჩამოგვეც ქვით, ქუჩინზე. მოგან მარგალურ კიბირით, ხო გოჩქდა მარგალური. ასე შემული გქონდათ. აბა კალბადანო გოდიში ბანო. ალამია ერთი ზაგვარიზია გაზალა ზამი. იგებული პიროვნება კაცი რომელიც ზიად გამსახურებიათთან ერთად შეება უღელს რომელსაც ცალი ხალი ვეღარ გასწევდა ცალი კაცი მაგ უღელს ალბათ ვეღარ გასწევდა იმიტომ რომ ქართველებს ცალუღელა ფაქტურად ურები არ აქვს აღარ მქონია ცალუღელა ესე იგი საზიდარი არ აქვს მქონია ორუღელა მქონდა ეთყობა ამიტომაც არის რომ ჩვენს ეროვნულ უღელს ორი ძმა ორი ვიგერის კაცი შეება და ბოლომდე გააქვთ ეს უღელი მოდი მე რა გაგოდა ყველა ქართველისათვის საფარგლო გაცვლა ისე როგორც აი ზიად გაცვლა რამდენიმე თვეში თუ არა რამდენიმე წელიწადში მაინც გენახოს მუღლის ბოლო გაჩერება რომელსაც ქვია დამოუკიდებელი საქართველო შენს და მეც ამას ყველა ჩვენთან არის გაუმართლოს არ იმენის რა არასდროს გამერაც შეიძლება ეროვნულ სიტყვაზე ხოს ვერ დაგაცილეთ ამგვარად თქვენი გადაწყვეტა ყოფნა და როგორც ამ 40 წლის მანძილზე მე გიყურებ ეს ერთად იყავით ყოველთვის ამიტომ ერთად თუ ვერ დაგინახავთ ხალხი აი როცა იმას ჩამოვიდა ეს ჩამოვიდა შეშფოთებულა ხალხი ყველა დიდი თვალა ის ვინც ახლოს გიცნობ თუ შორიდან გიცნობ ყველა მისის რომ გამოყრელი ხართ და უბრალოდ ხალხს აშფოთებს ერთად ხედავთ ხოლმე ამათ იმ მიზეზზე გამოსაგებია ერთი რამ არა აი ბევრი რამის გახსენება შემიძლია და როგორც წერამთქვი ალბათ შეიძლება აი მართლა თან მიჩის რომ ცალ-ცალკე ვილაპარაკო ამაზე ამ მეორეზე მე მინდა მათი გავიხსენო რა ესე იგი ვიცოდი აი პატარა ვიყავი მე ესენი ახალგაზრდები უფრო ვიცოდი რომ ორივე მოზმუნე იყო ათეისტებად ვზდიდნენ და ეს რაღაც ახალი რომ იყო ჩემთვის ძალზე დამაინტერესებდა და ნუ ჩავეძიე იყო სხვა რამეც ვამჩნევდი რომ ნუ ხშირად განსალკევდებულმა ხოლმე ხშირად ხონდათ რაღაც ასაუბრო ესევე მახსოვს აი ეს მესხები რომლებსაც დღეს დაერიე უხუცესები აი ჩემი ბატონობისას აი მაშინ ჩამოდიოდნენ ეს ზოგიერთმა გუშინ და გუშინთვის თურქები არიან და ქართველები არ არიან და ბრალიზადებას ცდილობდნენ და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ ვინც არის მოწმე რომ ამ 30 წლის უკან ესე იგი ესენი დაინტერესდნენ მათი ბედი იქ ჩადიოდნენ ლიტერატურა ჩაქონდათ გაიცნეთ დაძმობულებულების ყავთ ახლო მეგობრები ყავთ ისინი ჩამოდიან ეს არ არის ერთის და ორი დღის საკითხი ეს არ არის ნაუცბადებლად გადაწყვეტილი აი გუშინაც ქონდა საუბარი ესაც ქონდა საუბარი აი სამეგრელოში ჩამოსახლებულ მესხებზე რომ ზოგი თურქობს თავის უგუნურობის გამო მაგრამ ის ეს ასე არ არის დავე ვარ
იმ ადგილებზე დავასახოთ ხალხს. მეგობრებო, სამხრეთ საქართველოში დავიდოდნენ, ხალხი მირჩევნია ტერიტორია ეჯერობით ხალხი მირჩევნია. შენდა სამწუხაროდ. სომხეთმა წააგო ნავდათ ყარაბაღის მიწები რომ მოითხოვა რა იგი. თავის ხალხს მოიგო თავის ხალხს დივიზიონი მიაღება. ტერიტორია აგვიჭირდება. ტერიტორია ამჯობინა ხალხს. რომელიც ყავდა 9 მილიონი ყავდა აზერბაიჯანში. 9 მილიონი ჩაგრებოდა ხალხი დენის. ბატონო, თქვენ რა თქმა უნდა, ჩაგრებოდა ტერიტორიაზე. მეტად იცით, მაგრამ მე მგონი აი სოციალში ცხოვრობენ ის ხალხი გადაავლიან აქ, მაგრამ ესე იგი ნეჩვეულება ყველაფერი ბატონებია. ესე იგი მე თითქმის კვირაში 2-3 ხდებოდა იქ ჩასვლა. სულკა აბესალო, ესე იგი სრული ამ სულკა ესე იგი ქართული ყველაფერი ესე იგი რა. სუპრაზე ისე და მეგობრებო, მომდევნო დავებრძოლო. თვითონ ყველა აქ მოსხდო. ყველა აქ მოსხდომი ვადრებძელო. 5 კაცი, ვინც აქ სხედა, 6 მეტიც 6 ჩემი ჩათვლით. რომლებიც აქვს პედარ და რომლებიც მე მგონი ღირს ტიმად, იმისა რომ ვიყოთ გერგერებული. აქ ვინც ახლა ნეგატივი ხო შენთან გაგმოვალ ახლა ზოგადად ის ხალხი რომლებსაც ერის ამბავი აწუხებს ერის ტკივილით ტკივად და რომლებსაც ჩემ მორმანის თამადობით ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ იმისათვის რომ ერს რაღაც შეაწიონ და თვითონ აგურის დადება მაინდლია იმ შენობაზე რომელსაც ჩვენი ერის მომავლის დამოუკიდებლობის მიღწევის აუცილებლობა ხდება. აუმარჯოს. ეშმედა დაგიმატა ჩემს უფროსო მასვიდიებო, იმ მეგობრებო. ყველა საერთოდ დაგოს მაბატიეთ რა. ესე იგი ჩვენ ისე ესეთის პერიზარუმად ხონდეს კიდე გავაკენებით აქ და კიდე უფრო მეცუზე, მაგრამ პროცენტოშია კიდე შევხვდებით კიდე არა ერთხელ და აი ეხლა აღეგზელებ დაანგილის სიყვარული დაანგილი მეგობრობით და დიდი მადლიერების ხსნად მეგობრებო დაგვახვედრეთ აი ესეთი გასწრებული და გამოგვიძებული ზუსტად და ამაზე უფრო დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს თქვენ დავსახურებაა ამ თქვენ საქმეს გაუმარჯოს და კიდევ უფრო წინ წასულიყოს. მოძრაობა იმას ვისწროთ, შემოსავლის პიროვნიკში შენი შემართებით და შენი ვასწავლოთ. ოდე. აგერძლებ მე ამ სიტუაციას. და მე ჯერამახავ. აი ბატონი აბესალომე რომ ხან კი არ გვინდოდა მაგრამ აი მან თავისი მასპინძლობა გამოვიჩინა და დაგვაბურა იქ ის ახლა რომ წავედი რომ ჩემი რომ საფად გავსრულიყავით და აგვიღანა იქ და ესეთი რაღაცები ვითხარ ზოგადად რომ აგვიღებული აღმოჩნდა ჩემი რომ ერთი მაღაზია დავკეტო თუ ორი ბოლო დავტოვოთ. არა, დავტოვოთ ერთი მაღაზია თუ ორი. ერთი მაღაზია დავტოვოთ. ღია თუ ორი. და მე ესე ვიფიქრე რომელი ორგანიზაციის ხალხია რაღაცა. მე აღმოჩნდა რომ არიან სახალხო ფონდის ხო. მე მართლის საზოგადოების წარმომადგენლობა ესე იმდენი გვეხორცეს და ვერ დავხვდით, არ დავხვდით, ჩარავდა გავსულიყავი და. უბრალოდ ხოჭი რომ არის ისეთი ფსიქოლოგიური ამბავი, რომ ერთხელ გეტყვიან, ორჯერ, სამჯერ გეტყვიან და ესე იგი 4-ზე წახვალეს, ნეის და. უბრალოდ ეს ასე თუკი სახალხო ფონდი აკასეთია. მაშინ ისინი
როგორი უნდა იყვნენ ძნელია მასის საზოგადოების წევრები. ხოდა ესე მე ხო რატო ასე კი არ არის საქმეში. აქ რადიკალიზმზე ლაპარაკი არ არის, იმიტომ რომ ნაცაძე რო იცი მე თბილისში. არა ორსამ თუმეტ არაფორმალური ორგანიზაციის წევრებს ესე იგი ყოფას უბირებს. თავისი რადიკალები, თავისი ჭვილი და თავისი ყველაფერი. საქმეშია უბრალოდ. აქ რადიკალიზმი ასე შოში არ არის და მე მინდა ესე იგი რატო ვთქვი ეს ამბავი, იმიტომ ვთქვი რომ აი აქ ვისაც კარგად ვიცნობ, ეს არის ბატონი აბესალომი, რომელმაც გავასწრო საქართველოს ფონდის ასეთი რადიკალური გზა აქ და აქედან გამომდინარე ჩვენ ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ აქაური სახალხო ფრონტი არ იარსებობს, თუ თბილისში არ იარსება, აქ არ იარსება. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს. ესე იგი, რომელ ორგანიზაციაში იქნება, სად იქნება. იმიტომ რომ ნებისმიერი ორგანიზაცია ეს არის რელეფი, ეს არის ფორმა. ადამიანი არის და არსებობს როგორც ირონება ინდივიდუალობა და მე მინდა თქვენი ყველასი განდებით ირონების ინდივიდუალობის საერთო დავიო, რომელსაც იმაშიც არ იქნებით, სადაც არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა, ამბობთ არ აქვს. კიდევ მეც გეტყვით, ჩემთვის მეტი არის უპირველეს ყოვლისა ადამიანის მე ინდივიდუუმი და შემდეგ ერი. აი ესე მოვდივარ მე. ადამიანის მე და ინდივიდუალობა ჩემთვის არის უპირველესი, შემდეგ არის ერი. იმიტომ რომ თუ ინდივიდუალობა წინარ წარუძლებს, ხოდა ნებისმიერ საქმეს, გინდა ეს იყოს ეროვნული საქმე, პოლიტიკაში, გინდა ეს იყოს კულტურაში, გინდა ეს იყოს სპორტში თუ რაშიც, სადაც არ უნდა იყოს ეს, მის თუ ადამიანის მე და ინდივიდუალობა იმას წინარ წარუძლებდა, ეგ არაფერი არ გამოვა. ამიტომ ეს მე ინდივიდუალობა ძალისხმევა ეს საებრივი რაც ადამიანში არის. არაფერი ხავი და ბედნიერად. აი ამას გისურვებთ რომ აქ ინდივიდუალობების სკოლა შექმნილობას ინდივიდუალობების რომლებიც გაანთება ცეცხლს და არის ეგ ნულს გაიყვანან ბოლომდე. რაც მოვიდა ბედნიერად. ეგ მე მგონი ჩვენ უფრო ადრე უნდა გვიწყო, იმიტომ რომ აქ ესეთი სიტუაცია გამოიჩენა. დაპორტის ამბებით ისე, მაგრამ ესე იგი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს რომ ერთს მე მოგეცეთე ძალიან კონკრეტ ესე იგი ესე იგი აქ დაპორტის ვარიანტებით გამოვიდა, მაგრამ ესე იგი ჩვენ აქ უნდა გავითვალისწინოთ ეს ამბავი ბატონი ზვიადი ბატონი მერაბი ძალიან ესე იგი ჩვენ დავღალეთ დღეს ესე იგი მაგრამ საქმე იმაშია რომ თვითონაც ესე იგი სიხარულით მოდიოდნენ იქ არა რომ ესე იგი დაძალების ერთი მომენტი არ ყოფილა რომ ესე იგი იგივე ჯვარი იგივე ესე იგი ეს იყო სიყვარულის ისა ამიტომ ესე იგი იგივე ბატონი ბაშა მაგალითად ჯვარში რომ გიხედე კაცო მე სადღაც იმაში ვდგავარ თითქმის მივაღწია პოლიტიკურობდი და ბატონი ბაშა დგას ეგერ სადღაც სეშორეში შენდალა ზაურგერგე დავზარი შეგეშალა არა მე არაფერი არ მესრება ესე ოქრო მე უბრალოდ პოლიტიკურში ცენტრებში ვსვამ ოღონდ არ ვიცოდა შენ მე რამიდა უკაცრავად მაპაპრია მე მინდა თქვენ დაგლოცოთ როგორ ინტერნეტი გავუშენო ინტერნეტთან გავუშენო ვიდეო და აი
ებდა ხო ფერზე ათომით აღო თქვენი ჯეკეტი მე თქვენ შეიძლება დაადგეთ ებდა ფერზე ათომით დავლიო თქვენი შესანიშნავი ქალაქის პროვინციის ოდეში სამშობლო და ეს რა თქვა ამბობს რომ ეს უნდა იყოს ცენტრი ისეთი ქმედების რომელიც ნიშნავს საქართველოს საზღვრების შენარჩუნებას მის ჩრდილო-დასავლეთის ამართლებში. ზუგდიდში უნდა იქნას ცენტრი ისეთი რომ როდესაც ზარები გაისმება სომში აკიდა 100 მანქანი 200 მანქანი 300 მანქანი 400 ატარებული რითაც ხალხი უნდა გავარდეს ხალხი უნდა გავარდეს აქ და დადგეს იქ ნამდვილად იმიტომ რომ ეს არის ერთი მე გეუბნებით რომ აქ არის ქართული ენისა სისხლი რომელიც არ შერკუნდა ნამდვილად არ შერკუნდა არა დაი დაცული არის აი ზუგდიდი არის ისეთი დაცული როგორც არაფერი მეორე ისე რომ ზუგდიდს აი ნახოთ გეუბნებით რომ ამდენ ხანია თითქოს ეძინა ნამდვილად არა ეძინა როგორ ახლა ქუთაისი იყო მეორე ქალაქი თბილისი აქვს პირველობა ეგ 19 საუკუნის პერიოდში მეორე ადგილი ჰქონდა ძილში მეორე ადგილი ჰქონდა ხო ნახოთ ჰქონდა მაგრამ ხან პირველობდა გესმის ხან აი რაღაც ისეთი ამბობენ რომ სადღაც სისუფთავის პირველობდა გესმის აი გენის სისუფთავის პირველობდა თბილისთან შედარებით მაგრამ ზუგდიდი არის მე მგონი თავისი პროექტი არ არის ის ისეთი რომელიც მამლას გვას მე მგონია რომ ეს ითქმება ამგვარად ითქმება ეს არის ეს შემდგომობის თვითონ აი მე რაც აქ ვნახე გეუბნებით რა მე რაც აქ ვნახე ეს არის რაღაც შეუძლებლობა შეუპოვრობა რაღაც არაჩვეულებრივად ვიღაცები ამბობენ რომ ესე იგი სადღაც ბეგრელები არ ქართველობენ სადღაც რაღაც თავის იმის სადღაც 1-2 შემთხვევა ვიცი აქ ზოგიერთი კი არა საერთოდ საქართველოში არაფერს შეუშევართ ჩორტი არა ესე იგი ეს არის საქართველოს ყველაზე მეტად საქართველოს მე რაც ვნახე იმ დროშების პრიალი მე რაც ვნახე როგორც ვნახე როგორ იმითაც ვნახე მე ემოციით და აღდგენებით ეს ყველაფერი ეს არის ნომერ პირველი საქართველოს თაგარი აი ჯიგარი გასმის აი მეგრული აი მეგრული სუფთა ჯიგარი მეგრული ესე იგი როგორ ის ქართველებისა სამეგრელოდან ასე ვიტყოდი ის აქ იზნობა იზნობა მეტად რომ არ შეიძლება ისე ოდა ეჯება ორი კანი ქალაქის სამეგრელოს დავლევდა ამ ქალაქის ერთი დიდი ვიღაცა რო ცხოვრობს ქალაქში ის ქალაქად იქცევა ქალაქი იქცევა პრობლემებია ქალაქად აი ეს ნაღდია ეს ასია ევროპის ნებისმიერი ქალაქი ძველი საბერძნეთის რომის ქალაქები ნებისმიერი აი დღევანდ ესა მე-18 საუკუნის ევროპის ქალაქები ისმით იმდანაც იქცეოდა დიდ ქალაქებას ამდენადაც დიდი პიროვნებები იქ სახლობენ. თორემ ერთი რო ყოფილიყო ხორჩა ის უკვე დიდი ქალაქია. ის ბევრი კრამპია. ეგრეა, ხოდა. მოდით რა აი ზუგდიდი. ეს ამიტომ ეს დღეს ევალო პირობებში როდესაც ჩვენ დასავლეთის პორპოსტია აი ნაკლად არის ზუგდიდი. დასავლეთის პორპოსტი. ჩვენ ვიზახურით აღმოსავლეთის პორპოსი, ქრისტიანობის პორპოსი აღმოსავლეთში, რადგან ვიცოდეთ რომ აღმოსავლეთიდან მოდიოდა მუსულმანობის ოკეანე. მაგრამ ვინ არიან ეს რუსები? ვინ არიან? ბოლშევიკი რუსები და ეს რესურსები. ბოლშევიკი რუსები, ხო შეგვიჭამეს ეს იმან აფხაზეთს რა. არ შეჭმას თავი დავანებოთ, ეგ არის რესურსები კი არა, სული შეჭამეს აქ, ისა.
სული და ზნეობა შეჯამეს ქართველებს დაცვადირება და ერას ვეთქვი აი დასავლეთით აი ფორპოსტები ფორპოსტები და არის კიდევაც ეს არის ზუგდიდი არის ოდიში ეს იქნება ეს ნაღდი 100%-იანი ფორპოსტი იქნება რომელიც ამ უღმერთო ათეისტების რომლებიც იგივე არიან რაც ფანატიკოსი მუსულმანები აზროვნების გარეშე დარჩენილები ესმის რომლებიც მხოლოდ სამშვენელში აიყინენ ძალიან ცუდად ესმის ინსტინქტების დონეზე ყველაზე არ ვამბობ სუფისტებს არ ვამბობ იქ და აი ამას მოგახსენებთ აი დასავლეთისკენ რომ ჩვენ ფორპოსტი გვჭირდება რა ჩრდილო-დასავლეთის იგულისხმება იქ ეს არის საგვირელება იმიტომ რომ არაფრით ნაკლები ისინი თურქეთს არ გაუკეთებია ეს ამ ბოლო ხანებში რაც ამას გააკეთეს აკაცისას და ყველაფერს და ამას დაცვატირება ისმის მაგრამ მოუხალდა ჩვენ და აი ზუგდიდი ეს უნდა იყოს ფორპოსტი და იქ უნდა იყოს გეტყვი იქ კიდე მეორე ძალა გაჩნდა კარგი ძალა სვანების ზოგადად ერთი ნაკლია იქ რომ რაღაცა პირველ დაიჩემეს სვანეთის ისა ლემი რო შეიქმნა გასაერთოდ იმათ დაიჩემეს რომ სვანეთის ასოციაცია გაერთიანება იმათ აფროდეთი ძალა ყო არ არის ესეთი გამოყოფა საჭირო იმიტომ რომ განვით ერთი წვეთი პარტიკულარიზმის რომ ჩაეწვეთო პარტიკულარიზმი არ გავა ეს არა პარტიკულარიზმი რა არის კაცო საგას ჩვენ ვიცით რომ ესპანეთს გამოიყო პორტუგალია როგორც ერი რომელიც იყო ესპანეთი თავის დროზე ავსტრია გამოიყო იმას გერმანიას ისმით თუმცა ერთიანოვანია და ბევრია საერთოდ კი არა ერთი და იგივეა თითქმის კულტურით არა აი საერთოდ სახელმწიფოა ეს სკანდინავიის ქვეყნები და ასე შემდეგ ჩვენ ვიცით თუნდაც იგივე ნიდერლანდები ისმით ეს არის ერთიდან გამოყოფილი და განტოტებული ერთი რაღაც რო ჩაეწოთება ისეთი ესმის რომელმაც აი მესკაც როგორც მოუვიდა ეს 19-20 საუკუნეებში ერად გამოყოფა უნდა და თურქებმა ჩასასწრა ის ათლა უნდა და გამოყოფა და ამიტომ გეუბნებით რა აკაც იქაც სამეურნეობაში და სვანეთში ასეთ რამე აღარ მოხდება არა გამორიცხულია აი ზუგდიდის სარგზელო დაულიო და ზუგდიდი როგორც ფორპოსტის რომელიც კაბილა შეულეწავს იქ ნებისმიერს რომელიც ხდება აფხაზეთის ჩამოშორებას საქართველოსაც სულიერი აფხაზეთის და ფიზიკური აფხაზეთის იმიტომ რომ არსებობს სულიერი აფხაზეთის ძალიან მაგალითს ზუგდიდს რუსულმა იმპერიალიზმმა თავის ჭკუით რა მისიაც დააკისრა იმის საპირისპირო მისია უნდა მივცეთ ჩვენ რუსულმა იმპერიალიზმმა ზუგდიდის ხარეს გადმოიტანა ლაკობას ბაღი ციგდა პარკს რუხის ციხესთან დაარქვეს ლაკობას სახელობის ბაღი სადა დაარქვეს ლაკობას სახელობის ბაღი ლაკობას საქმე უნდა ზუგდიდში გაეკეთებინა ისე გაეაფხაზებინათ უნდა თავის ჭკუით სამეგრელოდეს მის არიკმარეს სოხუმის და გალის გააფხაზება გესმის და გადმოვიდნენ შეტევაზე ზუგდიდზე და ლაკობას პარკში აწყობდნენ შეხვედრებს აფხაზეთის და საქართველოს ახალგაზრდობის ხო იცით ეს აი ასე ერქვა საქართველოს და აფხაზეთის ისე ვითომ აფხაზეთის სხვა საქართველოს სხვა და ლაკობას პარკში ზუგდიდში ხდება მათი შეხვედრები ეხლა შეწყდა იმიტომ რომ ეხლა მიიღეს ჩვენგან კარგი დარტყმები ესმის თავიანთი ჭკუით ლაკობას ბაღი იყო პლაცდარმი ზუგდიდის გააფხაზების და გარუსების ესმის აი ეს ოცნებები ჰქონდათ ეხლა ჩვენ კონტრ შეტევაზე გადავალთ ზუგდიდი იქნება პლაცდარმი აფხაზეთის გამაგრელების და გაქართვების ისმის და რუსიფიკაციის აღკვეთის და რუსების გაძევების აფხაზეთიდან აი ეს იქნება ზუგდიდი ესმის აი მას მიიღებენ ალბათ მეგობრებო ეს საკუთარი მომწონდა ძალიან მეჩქარება ამიტომაც ეს საფრთხილო ყველა ვთქვათ ერთში ზუგდიდს გაუმართეს მე ორივე სიტყვით ჩემო აფესალო შემიძლია ბატონო თამადაცო და მასპინძელი ვარ და პრივილეგია მაქვს განსაკუთრებული ორწოთი არ მინდა ორი სიტყვით გარბაჩოვი
დიდი ხანი არ არის რაც 9 წლიდან დაკავშირებით მთელი დელეგაციის თუ დელეგაცია ესე იგი როდესაც ჩავიდა თბილისში რო კარგი ვენოტი რო ყველაფერი როგორც საჭირო იყო ყველაფერი ესე იგი რო ჩავიდნენ ბატონმა დატომ ძინარე ლომებს გაუმარჯოს ეს მაშინ შეურაცხყოფად მიიღო ზუგდიდლებმა ზეი მართალია ლომები ყოფილიყო მაგრამ ძინარე მაგრამ დღეს მიხარია ბატონო მერა ბატონო ზვია და ბატონო ვაჟი ესე იგი ის რომ ლომები ვარ და არა მძინარე აი ეს უკვე აი ლომები ვარ და გამორიცხულია ყველანაირი ძიმარ და ყველაფერი ამას თქვენი სიტყვიდან ბატონო მერა და ბატონო ზვია უკვე თქვენი სიტყვიდან ვამბობ ამას ესე იგი რადგან თქვენ უკვე აქ ესე იგი ამბობ იმ სიტყვებს რაც ესე იგი აი დაიმსახურა დღეს მე მადლობელი ვარ ამ ჩემი ქალაქის და აი ამ ჩემი რაიონის თქვენი ძირიმე და დიდი მადლობელი ვარ ჩვენ მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქვეს აი ჩვენი ქალაქის გრძნობისთვის მადლობას მოგახსოვს მოგონებო გუშინ მე მქონდა ესე იგი მე საერთოდ ბაბულმა ვეძმა ის სულ კარგად ბაბულმა მერე მე არ მეხოთ იმეთო მაგოთან შეესრულა დაუდევა ესე როგორც ასე დაუდევა ისე დაუდევა მაგენდა ნუ მარა იქ რაღაც იყო ის მომენტი რომ მე ლექსის ხელისუფლება არ მქონდა სადაც ჩემი ერი დგას მე მქონდა დამდგარეთავე და ირედი იმ გუმბარიძესთან რაღაცა გერიცაა რა ვიცი ახლა მე ესე ყველა დიდი ხალხია და ესენი იცოლებიან და დაუნინებობენ და არადეთენი ერთი რაღაცა იყო ყოველ შემთხვევაში იმ კაცმა თქვა შანსი მომეცით რომ რაღაც გავაკეთო ახლა ჩვენ თუ პოლიტიკოსები ვართ შანსი უნდა მივცეთ ვერცერთაც გავაკეთო საქართველოში ეს გვინდა ჩვენ როცა ჯუმბერე პატიაშვილი დაღუპა ზიზღმა და სიზულურმა არა მედი რა უჭირდა ჯუმბერე პატიაშვილი ჩემი აზრით მაგან თავის თამა დაღუპა არა თავის რამ დაღუპა შე შეგე ნუ ვერ გეიგო აი მაგას გეტყვი შენ მაგას ხონდა არა ხონდა არა ესე იგი მან ესე იგი სადღაც იფიქრა რომ ჩვენ მაგას ვეცილებით ხო ვიცი ეს იფიქრა ესმის მეორე მხრივ მე მაგას ამ პირადად ესმის ბავშვობიდან საქართველოს ბოლოს გამოაცხადა ვიცოდი ბავშვობიდან მაგას და სუდი გული არ მქონია მაგის ამბი არავითარ შემთხვევაში ეს მე ყოის ეხლა ჩვენ ბავშვობის ამბებს და რამას ისეთ პატრებს ამ ოდა დაახლოებით რა ცოტა იქით არის ესმის და დაგვირდი მეთამაშია და რა იგივე მოგლეთ გარდა მაგისა ესმის არ მინდოდა ესმის უბრალოდ სხვადი ხო აგინებდნენ მაგას ისე მე თავს ვიყავდი არ ვაგინებდი ესმის პირადად იმიტომ რომ აი ის რომ მახსოვდა ბავშვობის ამბები რაღაცა ერთი მეორე არ ვაგინებდი ისე ესმის არ მინდოდა უბრალოდ მეგინებდია მელანს როგორც ვაგინებ ყველას ესე იგი მთავრობაში და ასე შემდეგ თუმცა მე ყოველთვის მინდა პიროვნებიდან გამოვიდე და არა ესე იგი არავის ესე იგი ისე გინება არ მინდა ვახციო ესმის კერძოში როგორ გადაიზარდო ოდა რა იყო იცი გეტყვი ერთ რამეს ოდა ჩვენ მაგრად გავითაჩეთ რომ გამოვედი ესმის როგორ ჩანს მე რომ გამოვედი დაახლოებით მაშინ დაიწყო ეს ამბები რა მოძრაობა როგორც მე გამოვედი გაიგე და მოგეთ აი ამ პერიოდში გაიგე ამ პერიოდში მოხდა ძალიან დიდი ცვლილებები ერთ წელიწადში მოხდა რა წელიწად ნახევარში და როგორ ჩანს მან თან მოხდა ადამიანებში მოხდა მაგალი მეტამორფოზები აი ეს უფროსი თაობის ხალხი რომელიც ამ 70 წლის განმავლობაში იყო დადგმული ისინიც კი გამოიწვია მაგრამ მე არ ვამბობ ესე იგი 9 აპრილმა ყველა დააყენა ეს უკვე მაგრამ მაშინაც ხდებოდა გამოცოცხლება ესმით და բոլოთ ყველა გადაფერდა ესმით ყველა ძალიან ბევრი გადაფერდა ისეთი რაღაცა მოხდა რომ ჩვენ მაგასა მართლა დაუპირისპირდით არ და დაუპირისპირდით აი მოხდა ისეთი ამბავი რომ
ის კი არ მართავს, როგორ არის ის ხო? იმას ხო თავის ხავს, თავის ნომენკლატურა იქვევით. აი, ბატონობს და რაღაცა. იმას ის მიეჩვია თხოვრი ხო მექანიზმი ეჩვია და ასე იფიქრა რომ გავაფუჭება ვინ არის ესენიო. ის მიეჩვია რომ მას უნდა ესე იგი დაეცა ბრძანებები და იმას უნდა შეეცდა რაღაცა და აბრეულად არის დროა. ეს არ ხდებოდა. ამერას ხდებოდა. გადაფენდა. ასე თან მოსკოვის წინაშე ქონდა თავის ანგელი მოიწეს ანკები ამის. სისტემა მოეშალა. ანგელებს ვაიძულებ. სისტემა მოეშალა. ეს გამსახურდია მერე კოსტავა მე ვარ ეს ხელისუფალი. სისტემა ნამდვილად მოეშალა, მაგრამ სისტემა ვერ გამსახურდა. მაგას ეკონდა მე პირადად გესმის ორ მიტინგზე ფიზიკოს და ბიჭიკოს საუბარი. ორ მიტინგზე გესმის ეს იყო. ესე იგი ნოემბრის მიტინგი 22-ამდე. და ეს იყო ბოლო მიტინგები რო იყო. აპრილის თვეში ეხლა გესმის. ესე იგი მე მაგას ესე იგი და თანაც პირადი შეხვედრა მქონდა ზვიადი იქნება და მე მოგახსოვდა შეხვედრა. ორ შავჯავზე ნიკომ წაგვიყვანა ჩვენ და ზვიადი შესაძლოა რომ აფხაზეთისკენ საგაეხსნა ჩვენთვის და მით უმეტეს აფხაზეთის ამბავი არ არის პროვოკაცია. ჩვენ გვინდა აფხაზეთში ჩამოსულიყავი და პატიაშვილთანაც კი მივედით რომ მას საგაეხსნა ჩვენთვის. ესმით? ხოდა ნიკო ჭავჭავაძის მეუღლებით. ხოდა ეხლა უყურეთ თქვენ იმ კაცმა გესმის ეს ვეღარ აიტანა. გესმის? ვერ აიტანა ეს ყველაფერი. ვერ აიტანა მე ესე იგი მაგას არ მოვედი და ის ორჯერ რომ მე მაგას შეთავაზე და იქაც რომ შეთავაზე ეს იყო დამდგარიყო ჩვენს ვერდებს. მოსულიყო დამდგარიყო ვაშკაცურად მოსკოვის წინაშე ყოფილიყო ვაშკაცი ესმის და იქ დამდგარიყო მოსულიყო ჩვენ ვერდით მდგარიყო ესმის ბოლოს დაბოლოს ეთქვა რომ ბოლოს ვარი ეთქვა თავის იმაზე ცოტა იგნებოდა რა საქართველოს და ყველაფერი ისეთი ხის გავა შანსი δεν იქნება ეუნები მე მოვიდა გასვლის მერობის ვარიანტი ხო გადიოდა ნოემბერში ის გადიოდა მერობის ვარიანტი მე-19 წუთი შეუძლებელი ეს არის ეს ყოფა ეს წუთი სამსაჯი ჩვენ მაგისტრატები მე მოვიდა მე თუ მაგისტრატები კონდეს რამე გასვლის ისეთი პირიქით და მე ეს მაგის ტრაგედია ეხლა მე მაგისტრი ვიცი როგორ განიცდი ყველაფერი გასვლის აი მაგის ტრაგედია ხოჩამს გულამდე არ მოდიოდეს მე მოვიდა და ან თუ მე ესე იგი მაგაზე ესე იგი ან ჩინი მქონდეს ეხლა და აი ეხლა ფეხის დაჭერა მინდოდეს არა მაგე ქართულ კაცს საერთოდ არ მოსდევს ბატონო მე რა ესე იგი ბრიჟაჩოვანი ბიუ ისეთი ვაშკაცობა უნდა გავეუბნო გასაუთავსემე თუნდაც აი ეხლა შევარდნაძესავით ერთხელ მოსულიყო ის ორჯერ მოსულიყო სამჯერ მოსულიყო შეიძლება აქეთ არა შეიძლება აქეთ გადმოგვეწვია და უფრო როგორ გითხრა მაშინ ახლა შევარდნაძე რომ მოდიოდა რაღაც იმის ბუნებაში შედის რატო რამაერად ეს არის საიდუმლო და დანარჩენი აი მაგის ერთი მოსვლაც კი არ ყოფილა ეშინო და რომ წამოსძახებდნენ რამეს ისმის ისინი წამოსძახებდნენ რომ აი შენ ის ქთამი აიღე შენ თელი გორის ქთამი თბილისში წამოიღე და აი ამას რაღაცა დაუძახებდნენ და ამის ეშინო მე თურმე იმისი ეშინო რატო იძახდა და ითი ჯობიო ესე კი ესო ისავო იდეოლოგიას რგანაგებს რა ქვია მაგას ეგა ხალხზე ითი ჯობია არ მგონია საერთოდ გუნდებს უძახებს მაჩილკა პროს ესე იგი ზვია ესე იგი პოლიტიკოსი არ ყოფილა ძმაო ის სახალხო პროდის დამფუძნებელი რაღაც რო იყო მუშაჯგუფი რო შეიქმნა შენი კანდიდატურა რო შემოაქვს იცი ვინ დაასახელა ოიც ვინ დაასახელა და რატომ დაასახელა ის იცით აბა რატო თქვენს ბატონო და აბესალო გუშინ თქვა თემურმა აი კომბინატში მიტინგი რო იყო გუშინ აი ზუგდიდის შემდეგ რომ ეს გუშინა თუ გუშინი რომ ის მაინც ეთქო პლენუმზეო რომ კაბინეტში ჩაგედილი აი ღვივიღები და ჩაგედილი რომ იყო და მაინც ეთქო და ბატონოზე არა ერთამას მაგარ რო თქვა რომ მე არ გიკითხა თქვენ ვინ დანიშნა როდიონოვი ესმის ეხლა გეკითხებით
ესე იყო ტყუილი. ესე იგი, არა? მანამდე ბოზურად მოიქცა მაგი. არა, მანამდე როგორ იცი, მან იცოდა ვინ დანიშნა როდიონო. გასაგებელია, გასაგებელია. იმიტომ მაგ ყველა მექანიზმები იცოდა, ვინ ვის ნიშნავს ის. ეს დააბერა. მან, ესე გითხრა, მე შეგითხრა, ეს არის მიშკა გორბაჩოვის კაცი. მიშკა გორბაჩოვის კაცი იყო, რომელსაც არ უღალა და მიშკა გორბაჩოვი. მანამდე გაყიდე ხალხი მაგას. არ უღალა, ესე იგი თავისი ერთს უღალატა და იმას არ ერთს უღალატა, ერთს, ესე იგი იაკოველმა ხო გითხრა ძმაო, ესე იგი ეს ისა მოდიანო კომუნისტების დასახოცად მოდიანო. იმან ხო გაყიდა, იაკოველმა ხო გაყიდა, წერადა გავშკობლება. ძალიან გთხოვთ ახლა. ბოლომდე დამადავარ და ამ ხალხს ხელისუფლება, ესე იგი ხელისუფლება ჩემს ამაზე ბედნიერი გავყოფოთ როგორი ბედნიერი მაგაში მიხაილ და რეშინო. ბედნიერება უშუალოდ მას ოჯახს, თუმცა მოყარე ოჯახს, რომელმაც ეს ესე იგი ორგანიზება ჩვენი მასპინძლობის მოგების ჩამოყალიბების მოსალაში თან ესე იგი თქვენ ხალხი აიღეთ. დიდ მადლობას მოვასწრებთ და მოკლედ ეს მასპინძლობა არის თქვენ რომელიც დაახლოებით რამდენიმე წელი არ მინახავს შემთხვევით მოვხდი ამის ოჯახში და ვისაც არკადესთან და ვოვასთან და რაღაცები ესე იგი გაგრაში შევხვედრა და მოვხდი და მე სტომბას გაცდა რა გამოვდივარ ასე იგი და რო ჩავერთო ესე იგი მერიდება ეთმობა ჩემი მეხსიერების მერიდებოდა და აგი რა გამზადდება მე რომელიც ამ სიყვარულზეა მე ვიცი რომ რამდენიმე ალბათ ესე იგი მე დამეთანხმებიან ჩემი ზუგდიდელი მეგობრები რომ რამდენიმე ახსეული ოჯახი ინატრებდა სვეტ გამსახურდიას და მე რა გკოსტავს დღეს სტუმრად გეგერგოთ ეს ესე იგი როგორც პატივიდა როგორც იმიტომ რომ ეს ძმობის ნიშანია და თქვენი დიდი გულის ნიშანია ადობას მოგახსენებთ ნებრძოლების მეგობრებო სერბის სტოლბაზე ჩემს ახლის წინ მანამაც ჩამეეხსნა და ბაბადივეთ ბოძზე მანამაც ჩამეეხსნა სანამ მეიქა ჩამომკიდები და მუდამ ყოფილიყოს ის ჩემმა ბიჭმა ჩამოგიდა და ღმერთს თხოვ უნების ძალას თხოვ რომ არ ჩამოხსნილიყოს იქიდან და ის თუ ჩამეეხსნება მას ჩამემაკიდეთ იქიდან მეგობრებო, აი ბოლო ჭიქით არ გვიდა, ცალ-ცალკე,